როგორ ენერგიებშია შენი მაისის თვე? რა არის მოსალოდნელი მაისის თვე, როგორ იწყება ეს მაისი? მაისის ენერგიები. მაისის ენერგიები. გადაწყვეტილებების ენერგიებია, გამოფხიზლების ენერგიებია, ილუზიების ნელ-ნელა დაშლის ენერგიებია, იმ ენერგიების დაშლა ხდება, რომელიც ან გაშინებდათ, ან იყავით სადღაც ილუზიებში. რეალობა უფრო მყაფიო ხდება. ძალიან დიდი დისკომფორტები ჩანს, სულიერად ადამიანის დისკომფორტი ჩანს, სადაც განდეგილში ადამიანი თითქოს ყველაფრის ეშინია ადამიანს, ბევრ რამეზე ფიქრობდა, პიროვნება, ალბათ თქვენ, თუ თქვენ თავზე უყურებთ გაშლას, და ახლა ხდება ამ გამოფხიზლების ენერგია, თითქოს აქამდე რაც ბუდოვანი იყო, სადაც იყავით განდეგილში, ამ ყველაფრისთვის გექნებათ პასუხები და ვნახოთ რა პასუხებია მოსალოდნელი. როგორც ჩანს, რაც გაჩერებული იყო აბსოლუტურად, სადაც იყო გაჩერებული, რაშიც იყო ეს ბლოკები, ნეიტრალდება ეს ყველაფერი საბედნიეროდ. სიმშვიდე მოაქვს, ნეიტრალდება ბლოკები, იშლება ნეგატიური მომენტები თქვენი ცხოვრებიდან. რეალობა უფრო მყაფიო ხდება, უფრო ბედნიერი იქნებით, უფრო შანსიანი, უფრო წარმატებული. მაისის თვე თქვენთვის ძალიან კარგად იწყება, ძალიან დიდი შანსებით, პირადი ბედნიერებით, ურთიერთობით, სიყვარულით, ერთიანობით, გამარჯვებით, მეგობრებო. სურვილების ასრულება, რაც არ ასრულდა, ზუსტად პერიოდია, ახლა ამისი სურვილების ასრულების და თქვენი მტრებიც ისჯებიან, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ, რომ ბუმერანგი მიფრინავს მათთან იმაზე დიდი, ვიდრე გადმოაგდეს. სამართალი მათ სჯის ყველას. ეს არის, მეგობრებო, თვე, ნახეთ რა ლამაზი ხართ. მამაკაცები იქნებოდნენ აქ, რა თქმა უნდა, ხმლების მეფეში. ხმლების დედოფალი, ეს არის გაწმენდის და გადარჩენის თვე, რაც ზედმეტია ნელ-ნელა სცილდება ადამიანს. ბალანსირდებით ვხედავთ იდეალურად. იქ, სადაც არ იყო ბალანსირდება და სადაც არ იყო სიმშვიდე და ბედნიერება, ზუსტად ეს ყველაფერი ნეიტრალდება და მოდის თქვენთან უკვე თქვენი იმპერატრიზმი. რაც შენი ენერგია იყო, მეგობარო, ის უფრო მყაფიო ხდება, უფრო ბედნიერი იქნები ამ ენერგიებში. შენ თავთან იქნები უფრო დაბალანსირებულ კონტაქტში. მაისის თვე თქვენთვის დალაგების პროცესია. ფიქრების დალაგების, ურთიერთობების, ძველი თემების, წარსულში რაც იყო აქ ყველაფერი ლაგდება. წარსულში რაც იყო, ის არ იქნება უკვე, ის სტრესი აბსოლუტურად მოდის. ალბათ ამინდთან ერთად იცვლება. საერთოდ ძალიან კარგი თვეა მაისი. ყველაფერი ასე თქვათ ტრიალებს ბრუნავს და მოდიხართ ბედნიერებამდე, ბედნიერებას ხვდებით უკვე. 10,000 და 1000-ების ტუზი ერთად არის ამოსული. ძალიან დიდი წარმატება გელოდებათ ფინანსებში, ურთიერთობაში, ოჯახურ საქმეებში. მაისში, რაც მოხდება ძვირფასებო, მოხდება ან ძალიან კარგი გავლენა იქნება, შეიძლება
მოგიტანოს მაისმა ძალიან დიდი ბედნიერება და შეიძლება რაღაცას წერტილი დაესვას. ან რაც დამთავრებული იყო, შეიძლება თავიდანაც დაიწყოს სხვათა შორის. შეიძლება რაც დამთავრებული იყო და ესასწაულებია მოსალოდნელი რაღაცას აღნიშნავთ. გამარჯვებას სავარაუდოდ. შიდა ბალანსი გაქვთ. ძალიან დიდი კრიზისის შემდეგ, აი ნახეთ როგორ პასუხობს, შიდა ბალანსი აქვს ადამიანს, ბალანსირდება ადამიანი. და რა თქმა უნდა, ენერგია გიბრუნდება და ძვირფასები, ის რაც გაცემულია, ეს ენერგია ზუსტად თქვენთან ბრუნდება უახლოეს პერიოდში. ძალიან კარგი გამარჯვებები გაქვთ. გამარჯვება საკუთარ შიშებზე, საკუთარ პრობლემებზე, ნეგატივზე და საერთოდ იბრუნებთ ჯერ არ ვიცით როგორ, მაგრამ იბრუნებთ იმ ენერგიას, გაცემულ ენერგიას, რომელსაც გართმევდნენ. ერთი სიტყვით რაღაცას იბრუნებთ, გამარჯვება გაქვთ აქ. ძალიან დიდი კრიზისის შემდეგ თქვენ არჩევანი გააკეთეთ, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე. საკუთარი თავი გაქვთ არჩეული, ახლა ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, მაისის ვარდივით კი ხართ აქ. ბალანსი. ყველაფერი ჯდება თავის ადგილზე. უკეთ ხვდებით უკვე, რა გინდათ რეალურად, რა არ გინდათ და წარსულზე ფიქრები აქ ნაკლებად გაქვთ. აღარ აქტიურებთ წარსულს. და გაქვთ ახალი გზა. ერთი სიტყვით მაისი გახსნის ძალიან ბევრ კარს თქვენთვის, საინტერესო კარს. წარმატების კარებს და რაღაცას დახურავს კიდევაც. ან რაც დახურული იყო, ის თავიდან გაიხსნება.